როდესაც კარიესის მკურნალობა დროულად არ ხდება, პროცესი ღრმავდება და ვრცელდება კბილის რბილ ქსოვილებში, ასე ვითარდება პულპიტი. პროცესის კიდევ უფრო მეტი გაღრმავების შემთხვევაში იგი უკვე მოიცავს ფესვის გარშემო არსებულ ძვლოვან ქსოვილს და ვითარდება პერიოდონტიტი. კბილის შიდა სტრუქტურა არის ძალიან რთული, განტოტვილი და იმისათვის, რომ ენდოდონტიური მკურნალობა ხარისხიანად ჩავატაროთ, აუცილებელია კლინიკა აღჭურვილი იყოს ულტრათანამედროვე და ზუსტი აპარატურით. პირველ რიგში ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფი. სამგანზომილებიან სურათზე ჩვენ გვეძლება საშუალება დავსვათ ზუსტი დიაგნოზი და შევარჩიოთ საუკეთესო მკურნალობის მეთოდიკა. შემდეგი რაც აუცილებელია, ეს არის დენტალური მიკროსკოპი. დენტალური მიკროსკოპის მეშვეობით კბილის შიდა სტრუქტურა არის გადიდებული 20-ჯერ და მეტჯერ, განათებულია სპეციალური ქსენონის სხივით, ანუ ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ კბილის არხი მის მწვერვალამდე. მთელი ენდოდონტიური პროცესი ექიმისთვის ხილვადია ამ შემთხვევაში და მარტივად მისაწვდომია კარგი შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანია კბილის არხის დაბშენის მეთოდი, რადგანაც ავიცილოთ თავიდან ინფექციის შემდგომი გავრცელება. კლინიკა მედიში ჩვენ ვიყენებთ ცხელ ინიექციურ მეთოდს, სპეციალური აპარატურის მეშვეობით ხდება კბილის შემავსებელი მასალის გაცხელება, გათხევადება და წნევით შეყვანა კბილის არხში. ამ შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ ძირითადი არხის დაბჟენა, არამედ ყველა მისი განშტოების და განტოტვის. რა თქმა უნდა, ესეთი რთული მკურნალობის ჩასატარებლად აუცილებელია მაღალ კვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე სტომატოლოგები. ყველა ეს პირობა უზრუნველყოფს ხარისხიან ენდოდონტიურ მკურნალობას, რაც თავიდან აგვაცილებს კბილის ნაადრევ დაკარგვას, ღეჭვითი ფუნქციის დარღვევას და როგორც შედეგი ნაადრევ დაბერებას. ყველა ეს პირობა ერთ სივრცეში თავმოყრილია კლინიკა მედიში. გელოდებით.